გამარჯობათ მეგობრებო. დღეს შემოგთავაზებთ მაგიდასთან დგომის სწორ ვარიანტს. ეს არის დამწყებებისთვის, ვისაც თქვათ პირველად აქვს შეხება მკლავჭიდთან ან ახალდაწყებული აქვს. დავიწყოთ დგომა ფეხიდან. ანუ როცა ვწევთ თქვათ მარჯვენა ხელს დგავართ, მარჯვენა ფიქსატორი გვაქვს მარჯვენა ხელზე დამაგრებული, მარჯვენა ფეხიც გვიდგას შიგნით, მარცხენა გარეთ და ოდნავ განზე. შემდეგ დგომის დროს, რა თქმა უნდა, მხრები უნდა იყოს სწორ პოზიციაში. თუ თქვენ ხართ ბიცეპსისტი და ინგლისურად ჰუკი არის ბიცეპსი, ანუ თუ ჰუკში შედიხართ, ანუ ბიცეპსში თუ შედიხართ, ამ შემთხვევაში ხარი უნდა იყოს ხელთან ახლოს და კეთდება აი ეს მოძრაობა. უმჯობესია რომ წინ არ გადავიხაროთ და არ გადავყვეთ მოწინააღმდეგეს და არ შევეცადოთ რომ შიგნით შევიდეთ, არამედ მოძრაობა დავიწყოთ მაჯით. რადგან მაჯით დაწყებული მოძრაობა საბოლოოდ პოზიციას მოგვაგებინებს. იმიტომ რომ როცა შიგნით შევდივართ, მოწინააღმდეგის ნახევარზე გადავდივართ, მას ვაძლევთ საშუალებას, რომ ხელი უკეთესად შეკრას და უკეთესი პოზიცია მოიპოვოს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია, რომ მოძრაობა დავიწყოთ მაჯით. ეს ბიცეპსისტი ხარ თუ ზედამწეველი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია დაიწყო მაჯით მოძრაობა და შემდეგ რა თქმა უნდა ტანით ერთობლივად. ბიცეპსისტი აი მოძრაობს აი ესე. ძირითადად ორივე შემთხვევაში, ბიცეპსის და ზედაწევის შემთხვევაში დაახლოებით მაგიდის დიაგონალზე გადადიხარ. ანუ მოძრაობა არ კეთდება არც უკან, არც წინ, არამედ დიაგონალზე. ბიცეპსისტები ხშირად იხმარებენ ფეხს. ამ მარჯვენა ფეხს ამ შემთხვევაში ქვემოთ რო არ გვედგას და გვედგას გვერდით. აი აქ. როცა ეს პოზიცია გვაქვს, თქვათ დაბმის შემთხვევაში ან სტარტის შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ რომ აი ამის ხარჯზე, აი ამ ფეხის ხარჯზე, უფრო კარგად, უფრო აი ღრმად დავითრიოთ მოწინააღმდეგე და მას დავაკარგინოთ ეს პრონატორი, რასაც ზედამწეველები და რა თქმა უნდა ბიცეპსისტებიც ავარჯიშებენ. რაც უფრო ღრმად ჩაუბრუნდება პრონატორი, მით უკეთეს პოზიციაში მოხვდებით ჩვენ.